ვიწვევთ სტუმრად პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავარი სასაუბრო თემები იქნება ბუნებრივია მოახლოებული არჩევნები და რადიკალი ოპონენტების გეგმები. ორი დღე არის დარჩენილი ამ მნიშვნელოვან თარიღამდე 4 ოქტომბერი რა მოლოდინები არის მასთან დაკავშირებული. საღამოს მშვიდობის საპატონშალო. მადლობა რომ ჩვენი სტუმარი. მადლობა, მართლა თუ 2 დღე გვაშორებს ამ არჩევანს, რომელიც საქართველოს ყოველმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს, რა ტიპის არჩევანია ეს? მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის საკითხები რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაინც უფრო მეტია დატვირთვა ამ არჩევნების. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც გვაქვს დღეს? მოგესალმებით, საღამოშიდობის, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მივესალმებით ჩვენს ამომრჩევლებს. 2 დღეში ზეგ ამ დროს ჩვენ უკვე გვეცოდინება არჩევნების შედეგები, მათ შორის იმის წყალობით, რომ ქართული ოცნების მიერ შემოღებული იქნა ელექტრონული თვლელები, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვისთანავე ფაქტობრივად 1 საათის განმავლობაში უკვე შესაძლებელს ხდის, რომ ვიცოდეთ არჩევნების შედეგები. მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და უპირველეს ყოვლისა მადლობა გადაუხადო ქართულ ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელთან ერთადაც გავიარეთ ეს საარჩევნო კამპანია. გამომდინარე იქიდან რომ საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, რა თქმა უნდა, ბევრი სპეციფიკაა ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის, ამიტომ ჩვენი კანდიდატები, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები ყველა ჩართული იყო აქტიურად იმისთვის, რომ ამორჩევლამდე მიეტანათ მთავარი სათქმელი, რაც ჩვენი ამორჩევლებისთვის გვაქვს გასული 4 წლიდან გამომდინარე თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან და ბოლო 1 წლიანი პერიპეტიებთან დაკავშირებით და მომავალ 20 წელთან დაკავშირებით და მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც ჩვენ მხარდაჭერა გამოგვიცხადა და 2 დღეში მივა საარჩევნო უბნებთან და ურნებთან გააკეთებს თავის არჩევას და მინდა ყველა მოქალაქეს გადაუხადო, მიუხედავად იმისა, ის ჩვენი ამორჩეველია თუ სხვა პარტიის, ვინც ამ მთავარ დემოკრატიულ პროცესში იღებს მონაწილეობას. ვინაიდან ჩვენ ხედავთ, რომ მათ შორის დღეს და ამ მხრივ გარკვეული ჭეშმარიტების მომენტიც დგება, როდესაც სულად კრისტალიზდება პოლიტიკურ NGO სივრცე საქართველოში და ხედავთ ჩვენ საით არის დემოკრატიული ძალები და საით არიან ანტიდემოკრატიული. არჩევნები მონიშნულია როგორც სამიზნე თავდასხმის, იმიტომ რომ პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ამბობს, რომ ეს არის რუსული სპეცოპერაცია, რომელიც უნდა ჩაიშალოს. აი რისკებზე რას გვეტყვით? არის თუ არა რეალური საფრთხე? უბრალოდ ყოვლისა ჩვენ ეხლა ერთი მომენტიც არის მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული საარჩევნო ციკლი იკვრება. შარშან ოქტომბერში ჩვენ ავირჩიეთ პარლამენტი, დეკემბერში ავირჩიეთ პრეზიდენტი, ახლა ავირჩიეთ თვითმმართველობებს და შემდეგი 3 წელი არ იქნება არჩევნები და იქნება შესაძლებლობა, რომ არჩეულმა ორგანოებმა ხალხის მანდატით განახორციელონ ის პოლიტიკა, რომელიც საარჩევნო დაპირებებით იქნა გაცემული მოსახლეობის მიმართ. რაც შეეხება არჩევნების ჩაშლას, ხომ პარადოქსი არის ერთი რამ, ჩვენ ჩვეული ვართ ახლა ჩვენი ქართველი შიდა რადიკალების მხრიდან ამგვარ განცხადებებს, ახლა ეს არ არის პირველი არჩევნები, როდესაც ასეთ ისტერიას თესავენ მიხეილ სააკაშვილი ამჯერად ციხიდან, თუმცა მანამდე აი გაგვიმხილა კიდევაც, რომ 2020 წლის ოქტომბერში თურმე ის კატერით მოდიოდა მოაპობდა შავი ზღვის ტალღებს და სხვა შორის თავადაც აღიარა ერთ-ერთი ევროკავშირის ტერიტორიიდან და უნდა ჩავეძიოთ ჩვენ ერთი რომელი ევროკავშირის ქვეყანა გვიწყობდა ასეთ რამეს და გვახსოვთ მაშინ ყოველი არჩევნები ეს იყო კარს მომდგარი შემოდგომასავით საარჩევნო შემოდგომაზე მიხეილ სააკაშვილს უნდა და რადგან მოდგმოდა კარს და ეს ისტერია ცნობილია. თუმცა ამ არჩევნებში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახლა ვნახეთ ღიად გამჟღავნდა ის გარე მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში ანტიდემოკრატიულ ძალებს აქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად და არჩევნების მიმდინარეობისას ნაციონალურ მოძრაობას დაანონსებული აქვს ძალადობრივი აქცია არჩევნების ჩაშლა და ამას სოლიდარობა გამოუცხადა. ალბათ რა ვიცი არჩევანი რო ქონოდა ბევრი ნებისმიერ მოქალაქეს ვერასდროს ვერ მიხვდებოდა ვინ გამოუცხადა სოლიდარობა. ევროკომისიის პრეს-სპიკერმა სოლიდარობა გამოუცხადა არჩევნების დღეს ძალადობრივი აქციის ჩატარებას. ამაზე მეტი სირცხული და სკანდალი რა უნდა შეემთხვას ბრიუსელს ვიდრე ეს არის და ეს არ არის შემთხვევითი წამოწდენა არ არის. ჩვენ მოვისმენთ ეს ბოლო დღეებია NGO-ების რომელიც დღეს ბრიუსელიდან ფინანსდებიან ძირითადად, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა შეწყვიტა მათი დაფინანსება და მართალია ბოლომდე არ ვიცით მათი წყაროები, მაგრამ სავარაუდოდ ეს არის ბრიუსელი ან ევროკავშირის რომელიმე წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციების NGO-ების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ მიდიან არჩევნებში, ან მონაწილეობას არ იღებენ როგორც ამომრჩევლები.
ეს აი აბსოლუტურად თავდაყირა აშიშვა რამოცემულობა გვიდგება მაშინ არჩევნების საღამოს და არჩევნების შემდგომ პერიოდში, ანუ სქემას, რომელსაც თქვენ აღწერთ და რომელზეც უკვე დიდი ხანია ხელისუფლება საუბრობს, ეს მოქალაქეებისთვის ცნობილია, ასევე ცნობილია ის განცხადებები, რომელსაც თქვენი ოპონენტები აკეთებენ 4-8-ზე, რომ ხელისუფლებას გადაიბარებენ. რეალურად ამ ფაქტორების გათვალისწინებით რა მოცემულობა დგება ქვეყანაში 4 ოქტომბრის შემდეგ. უბრალოდ ის აზრის რომ დავასრულო, ესე იგი შესაბამისად ამ NGO-ებმა ამ დღევანდელი მოცემულობით და თავისი ამ განცხადებით საბოლოოდ მოახდინეს საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორიდან. წერტილი მათი NGO-შნიკობა დამთავრებულია მას შემდეგ რაც ვქეს რომ ისინი მონაწილეობასაც არ მიიღებენ არჩევნებში როგორც ამომრჩეველი და ამითი დისკვალიფიცირებული არიან მათი დონორებიც. შესაბამისად, აი 4 ოქტომბრის შემდეგ, სადმე გაჭეჭანანდებიან საერთაშორისო გამჭვირვალობები, ისფედები და მსგავსი NGO-ები, ისფედზე არ ვიტყვი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მისმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ ის მივიდა მონაწილეობას ხმას მისცემს. სხვა NGO-ები, რომლებზეც ამათ ჰქონდათ საუბარი, რომ არ მივლენ როგორც ამომრჩევლები, სადაც გაჭეჭანდებიან. ვიცოდეთ, ეს არის ანტიდემოკრატიული რადიკალური NGO და მათი დონორები, როგორც კი გაირკვევა, ყველას უნდა ავაფაროთ სახეზე მათი განცხადებები, რომ ისინი არიან რადიკალების დამფინანსებლები. რაც შეეხება და იგივე ეხება, რა თქმა უნდა, იმ პარტიებს, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში. ვინც არ მონაწილეობს არჩევნებში და ვინც ღიად ცდილობს არჩევნების ჩასვლას, ის თავს აყენებს დემოკრატიის მიღმა. შესაბამისად, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, დემოკრატიამ, თავდაცვითმა დემოკრატიამ თავი უნდა დაიცვას ნებისმიერ დემოკრატიამ. რაც შეეხება დაანონსებულ საკითხებს, ხომ ხედავთ სინამდვილეში მათ ასე ვთქვათ, სასოწარკვეთი ლისტერიას. დღეს ჩვენ ვიხილეთ საინფორმაციო შტურმი, სხვათა შორის და იყო დღეს ამაზეც საუბარი, აბსოლუტურად კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ტიპიური ინსტრუმენტი ჰიბრიდული ბრძოლისა, საინფორმაციო ბრძოლისა, რაც ჩვენ ვიხილეთ. დღეს რამდენიმე ფაქტი, მათ შორის ვნახეთ, რომ ONGIM, რომელსაც აფინანსებს ბრიუსელი, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა ძალადობრივ აქციას, ONGIM გამოაქვეყნა ძველი შარშანდელი განცხადება რამდენიმე მოსამართლეს, რომელსაც ასაღებდა როგორც ახალ განცხადებას. შემდეგ ვიხილეთ ერთ-ერთი ყოფილი მოსამართლის 3 წლის წინანდელი ისტორია, რომელსაც ის ყვება და ეს უკვე მეორე მედიამ NGO-მ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იყო მათ შორის წარმომადგენელი, ვინც ეს გაასაჯაროვა. ანუ ხედავთ უცხოეთიდან დაფინანსებულ მედია NGO-ს, უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ს, ხედავთ ხაზარაძის ტელევიზიას, რომელიც აბსოლუტურად კოორდინირებულად და ორკესტრირებულად საინფორმაციო შტურმს ახორციელებენ არჩევნების დაზიანების მიზნით. და ბოლოს ვიხილეთ მათ შორის ეგრეთ წოდებული SIA, რომელსაც ისინი საუბრობდნენ, რომ უბრალოდ მანამდე იყო კიდე რაღაც ეგრე ვითომ გეგმა, სადაც ისიც კი არიციან რომ პარლამენტი როგორ გამოიყურება და მისი ჭიშკრები, რა არა და ეს ნამდვილად მე ვიცი და მათ შორის ის ჭიშკარი რომ ეხლა სხვანაირად და ორმაგად არის გამაგრებული ზუსტად ამ შიდა ტერორისტების შემხედვარეს, რომ მოგვიწია გამაგრება ჭიშკრების და იქ არის 3 წლის წინანდელი ფოტოები და ამითაც გაიყიდა ეს ყველაფერი, თუმცა ეს SIA, რომელიც ეგრეთ წოდებული SIA, რომელზეც საუბრობდნენ, თითქოს ეს არიან სპეცრაზმელები, სადაც ის მაქსიმუმია, რა სიურპრიზების მოწყობაც შეეძლო თქვენს ოპონენტებს, იმიტომ მანამდე ამბობდნენ, რომ იქნება რაღაც სერიოზული თემები, რაღაც სერიოზული შარშანდელ განცხადებას, წლევანდელ განცხადებად რომ ასაღებენ და 3 წლის წინანდელ ვიდეოს ერთ-ერთი მოსამართლის ინტერვიუს წლევანდელს ახალ ამბად რომ ასაღებენ. აი ამაზე იქით რა უნდა იყოს და ამ სიაზე მინდა ერთი მოკლედ ვთქვა. გარდა იმისა და ეხლაც უყურებთ სიუჟეტში რომ აღმოჩნდა რომ თურმე ბებიები არიან სპეცრაზმელები და ასე შემდეგ და ისია თავისთავად გასაგებია რასთანაც გვაქვს საქმე. ეს არის სამომრჩეველთა SIA, ეგრეთული სპეციები, რომელიც მათ შორის არის ხოლმე სამართალდამცავი ორგანოებისთვის ან სხვა ასეთ სპეცუბნებისთვის გამოყოფილი. სავარაუდოდ რაღაც ძველი SIA აქვთ აღებული და ერთმანეთში არეულია. და გასაგებია ვისაც აქვს ამაზე წლომა აქვს ლელოს, რომელიც ცესკოში არის და მათ მიერ დამუშავებული არის და მივაქციოთ ყურადღებას რა მოხდა. მოხდა ის რომ ვიღაც ლევან ბესელიას ანგარიშით, რომელიც არის ყალბი ანგარიში, დღეს გახსნილი და ერთი მეგობარი ყავს, ისიც ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი, ამ ანგარიშზე დაიდო SIA
და შემდეგ ვითომ წყარო რო ყოფილიყო სიამეშარი ყალბი ანგარიში, შემდეგ აიტაცა ხაზარაძის ტელევიზიამ, ვითომ ეს წყაროდ გამოიყენა და დაიწყო სპეცრაზმელების ძიება. მიუხედავად იმისა ამ სიაში რა არის სწორი და რა არ არის სწორი, რა იყო განზრახვა და რა დავინახეთ, ხაზარაძის ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობდნენ სახში მიადგენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამართალდამცავი უწყებების მებრძოლებს. სპეცრაზმელებს, რომლებიც ყოველ დღე 24 საათი შუბს უშვენენ ტყვიას. როცა საუბარი არის განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტზე, ისევე როგორც სხვა სპეცდანიშნულების რაზმებზე, იქნება ეს უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსის სამინისტროში, ეს არიან ადამიანები, აი შემდეგ კადრებში რო ხედავთ, ნარკოდანაშაულებზე, რომ შეიპყრობენ დამნაშავეებს, ორგანიზებულ დანაშაულზე. ტერორიზმის მხრივ ახლახანაც რომ ითქვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ გვაქვს საუკეთესო შედეგები, აი ეს ადამიანები არიან ვინც ზრუნავს იმაზე, რომ გაუნებელყოფილი იყვნენ ყველა დამნაშავეები და შუბს უშვენენ ტყვიას ყოველ ჯერს, რომ შვიდათ ეძინოს ხაზარაძესაც, შვიდათ ეძინოს იმ დონორებსაც, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. და რა იყო განზრახვა, რომ ამ ადამიანების პერსონალური ინფორმაციები გაასაჯაროეს და ფაქტობრივად გახადეს სამიზნეები დამნაშავეებისთვის, კრიმინალებისთვის, ნარკო დილერებისთვის და ტერორისტებისთვის გახადეს ქართველი ჯარისკაცები, სპეცდანიშნულის რაზმის წევრები, გახადეს სამიზნეები ისინი და მათი ოჯახები. თქვენ ხო გახსოვთ მათი ყალბი ისტერიები თითქოს ქართული სამხედროების საბუთები აღმოჩნდა სადღაცა სხვაგან. აი ეხლა პირდაპირ ეთერში ეს არის პირდაპირ ლელოს და ხაზარაძის დაკვეთით გაკეთებული ასე ვთქვათ კამპანია, რომლითაც და ეს უნდა დავიმახსოვროთ, ეს ასე არჩევნები ჩაივლის და ეს ამას ყველა დაუმახსოვრებს ლელოს, რაც მათ დღეს გააკეთეს. ისინი შეეცადნენ ქართველი სპეცრაზმელების, ქართველი პოლიციელები სამიზნედ გაეხადათ მათი პერსონალური მონაცემების და ინფორმაციის გამჟღავნებით, ისინი სამიზნედ გაეხადათ ყაჩაღებისთვის, კვლელებისთვის, ნარკო მომაჭრეებისთვის და ტერორისტებისთვის. აი ეს არჩევნები ჩაივლის და ქართველი საზოგადოება სხვანაირადაც მოთხოვს პასუხს ამ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც ღალატობს საკუთარ ქვეყანას და ღალატობს საკუთარ ჯარისკაცებს. ეს არის ერთი დიდი სქემის შემადგენელი ნაწილი, რატო ვაზუსტებ ამ კითხვას, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ მანამდე ხაბეიშვილის მოწოდებები, რომ კონკრეტულ თანამშრომლებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი გადმოსულიყვნენ მათ მხარეს და ამისთვის მიიღებდნენ ჯილდოს. ასევე სხვა მსგავსი ტიპის განცხადებები კეთდება, მომისმინეთ სუსის ხელმძღვანელის მხრიდან, რომ ეძებენ განსაკუთრებით მოქმედი პოლიციელების რიგებში ადამიანებს, ვინც ამას გააკეთებს. ანუ საბოლოო ჯამში რა შედეგთან მივდივართ და რა უბრალოდ რა მიზანთან მივდივართ და რა იქნება შედეგი. არაფერი, ეს არის ისტერიის დათესვის ცდილობა და საინფორმაციო ხმაური. კიდევ ერთხელ, ანუ ეს ხო პირველად არ ხდება, გაიხსენეთ სააკაშვილი, აი კადრები ალბათ თვალწინ დგას ყველას, თურქეთიდან საქართველოს საზღვარს რომ მოადგა, სარფთან რო იყო და იქიდან რომ ჩართვებს აკეთებდა, კატერიდან ჩართვებს აკეთებდა. ეს ზუსტად იგივე მეთოდია ნაციონალური მოძრაობის, რაც აქამდე იყო. ჩვენ უბრალოდ აქ სხვა განზომილება, უბრალოდ სხვანაირად გამომჟღავნდა. ეს ადამიანები, ვინც ძალადობას აანონსებს, ვინც ცდილობს მოსყიდას პოლიციელებს, ვინც ცდილობს ძალადობაზე საუბარს. ეს ადამიანები, აი სულ ეხლა ხანს, რამდენიმე დღის წინ, მათი პარტიის თავმჯდომარე და წევრები ნაციონალური მოძრაობის იყვნენ ბრიუსელში, საკუთარივე განცხადებით, ევროკომისიაში ჰქონდათ შეხვედრები და ევროპის სახალხო პარტიის რაღაც შეხვედრაზე გამოვიდნენ. აი ხომ აბსოლუტურად ვინ დაიჯერებდა რომ ასეთ აბსურდის თეატრში გვექნებოდა ჩვენ საერთოდ გვექნებოდა საქმე, რომ დღეს ფაქტობრივად ევროკავშირის დროშა ამ ხალხმა აქცია ძალადობის სიმბოლოდ. დღეს ხომ ასე აქამდე მიიყვანეს საქმე, რომ სადაც გამოჩნდებიან ევროკავშირის დროშით, იქ მოდიან ძალადობით. აი ეს გაუკეთეს ევროკავშირს და ბრიუსელს და ამას უხუჭავს თვალს ზოგიერთი ელჩი და მათ შორის ევროკავშირის ელჩი, რომ მისი დროშა, ევროკავშირის დროშა ამ ადამიანებმა აქციეს ძალადობის ზიზღის და სიძულვილის სიმბოლოდ საქართველოში. ამ ჯგუფის მხარდაჭერის კიდევ ერთ მაგალითად შეიძლება განვიხილოთ სავარაუდოდ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც ბევრი ჩანაწერია, მაგრამ საერთო თეზა ასეთი შეიძლება გამოვიტანოთ, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ხო? ეს უბრალოდ საინფორმაციო საბაბად არის გადმოგდებული ამ რადიკალური ოპოზიციისთვის თუ რაიმე სერიოზულ მნიშვნელობას თუ ანიჭებთ თქვენ. თავისთავად ესეც უკვე მარტივი ხო ყველა უკვე რა ვიცი მე გადაღეჭილი ხრიკი არის, რასაც რომ ხედავთ რეზოლუციები არჩევნების წინ და ეს ყველაფერი არაფერი ახალი არ არის
ამ დედამიწაზე და მათ შორის არც ეს მეთოდები არის ახალი. ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება. 612 წევრი ყავს ჯამში პასეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 65 ადამიანმა მისცა ხმა ამ რეზოლუციას ესეც აჩვენებს ხა ეს კიდე ცალკე მომენტი არის ხა წარმოგიდგენთ პარლამენტში მაშინ კანონებს რო ვიღებდეთ 12 კაცის მარო დაუჭერს ხარი და ასე ვიღებდეთ პარლამენტი საერთოდ გაუგებარი პროცედურებია ეს კიდე სხვა საკითხია თუმცა ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ასე ვთქვათ რომ გარკვეულად მისცენ საწვავი ოპოზიციას და მისცენ რისთვის რა აქვს დაანონსებული აქაც ვინ იყო ინიციატორი იყო ევროპის სახალხო პარტია და ALDE ნაციონალური მოძრაობის და იმის რა ქვია დროას პარტნიორი პარტიები რომლებსაც ჩვენ ხედავთ ხომ ამ ადამიანებს არანაირი ემპათია თანაგზნობა ქართველების მიმართ არ აქვს ეს არის აბსოლუტურად მშრალი პოლიტიკური გათვლები საკუთარი მარიონეტების დასმისა სხვა ქვეყნებში აი ამას დაამსგავსეს სამწუხაროდ დღეს ევროპაში ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალებმა ის მდგომარეობა, რასაც ჩვენ ხედავთ. მოდით ვისაუბროთ ბრიუსელის როლზე ამ პროცესში, ევრობიუროკრატების უფრო კონკრეტულად. ის მოწოდება, რომელიც თქვენ უკვე ახსენეთ და ევროკავშირის პრესპიკერმა ხარი დაუჭირა აქციის წარმომადგენლებს, მაგრამ რას ელოდებით, სხვა რა ტიპის განცხადებებს ან ქმედებებს ელოდებით, მით უმეტეს რომ თქვენი ოპონენტები ყოველთვის იმუქრებიან, რომ იქნება სანქციები ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით, იქნება მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის უვიზო ნაწილზე, რომელიც ეხება მოქალაქეებს, აი რა მოლოდინი გაქვთ საბოლოო ჯამში და იქნება თუ რა ერთგვარი ტრიგერი 4 ოქტომბრის შემდგომი პროცესები. გააჩნია თუ ევროპაში ბრიუსელში გონიერად მოქმედებას გადაწყვეტენ ბოლოს და ბოლოს ნაცვლად აი იმ გაუგებარი მოძრაობების რასაც ჩვენ ხედავთ, რაც გასაგებია მეორეს ხო, იმიტომ დღეს ევროკავშირს, ევროპას აქვს თავის პრობლემა. ის მიტოვებული იქნა თავის მთავარი რა გითხრათ, თავარი მეურვის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც იყო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთავარი გამსაზღვრელი, თუ ევროპის ზოგადად მთავარი გამსაზღვრელი და რა ხასას დახაზავდა მისცემდა ამერიკა, ისე მოქმედებდა ევროკავშირი. ამერიკა დღეს დისტანცირდა, ამბობს თქვენ თვითონ მიხედეთ, აგერ უკრაინის ომის საკითხიც ევროპის ევროკავშირის მხრებს დააწვა და როგორც არასრულწლოვანი გამოუცდელი ბავშვი, აი დაახლოებით ასე იქცევა ბრიუსელი დღეს ხელებს იქნევს და არასერიოზული არის მისი ქცევები. ამიტომ მე იმედი მაქვს უბრალოდ რომ დასერიოზულდება ბრიუსელის პოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთან მიმართ და დაფიქსდებიან საერთოდ რას აკეთებენ, როგორ იქცევიან და დემოკრატიას სემენ პატის. იმიტომ რომ როდესაც აქ პასუხი არის ორი დღეს რასაც ხედავთ ჩვენ ბრიუსელის პოლიტიკაში არის ორი ახსნა აქვს ამას ეს არის ან არაპროფესიონალიზმი რაც მათ შორის ევროკავშირის საგარეო კომისრის დღევანდელი კომისრის სახით რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის კაია კალას გულისხმობ მისი გამოუცდელობა სახეზე არის და მეორე ეს არის მავნებლობა რომელიც პირდაპირ შეიძლება არსებობდეს ან მოკლედ ან არის არაპროფესიონალიზმი, ან არის მავნებლობა. რა თქმა უნდა, არც ერთი არ არის კარგი, მაგრამ იმედი ვიქონიათ, რომ ეს არის არაპროფესიონალიზმი და რამენაირად იქნებ გამოსწორდეს, თან თუ მავნებლობა არის, დარწმუნდებიან, რომ ვერ მოხდება აქ მარიონეტებით ჩანაცვლება სხვა ქვეყნებში. ეს ამას აკეთებდნენ სხვა ქვეყნები და იმათმაც ხელი აიღეს ამაზე. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებმა ტრამპის ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ განზრახვებული სხვა ქვეყანაში ხელისუფლებები არ ნაცვლონ და რატომღაც ახლა ბრიუსელმა მოინდომა დიდი ბიჭის როლის მორგება და მსოფლიოს პოლიციელობა და რეჟიმ ჩეინჯების მოწყობა, რაც ხედავთ, რომ არც გამოზდით და არც სერიოზულად არ ჩანან. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ის შეცდომა, რომელიც მათ ჩარშან დაუშვეს, როდესაც საქართველოში არჩევნების შემდეგ შეეცადნენ და ამაზე მე დავწერე კიდევაც, რომ გარკვეულწილად შეეცადნენ ხელოვნური თამაშგარეში მოექციათ საქართველოს და აღმოჩნდა რომ და მათ შორის ქართული ოცნება და როგორც ხდება ხოლმე გამოუცდელ გუნდებში ეს ხელოვნური თამაშგარე არ გამოუვიდათ და ქართული ოცნება კიდევ ერთ გამარჯვების გოლს გაისტანს ამასობაში. ამიტომ ფიქრობ რომ
უპირველეს ყოვლისა მათთვისაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის გეოგრაფიულად, მათ შორის, როდესაც საუბრობენ ისინი ევროკავშირის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და ნუ გასაგებია ეხლა რომ თქვა ქალბატონი კალასი ან სხვები მათი გამოცდილობით ეთყობა ამ გეოგრაფიაში ისე ვერ ერკვევიან, გადაგვიფრენენ ხოლმე თავზე და ხიდების გავლებას ალბათ ჩვენს არ ვიცი როგორ აპირებენ ჩვენთვის გვერდისავლით, მაგრამ ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში საღი აზრი გაიმარჯვებს იმ ხალხისა, რომელსაც გარკვეული გამოცდილება ამ ხრივ აქვს. იძლევა თუ არა ოპტიმიზმის საფუძველს ის დღის წესრიგი, რომელიც ჰქონდა კოპენჰაგენის სამიტს, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და იქ საუბარი ეხებოდა ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის დაკავშირებადობას, სატრანზიტო ფუნქციას ქვეყნის, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მონაწილე გახდა საქართველო. გამოიკვეთა თუ არა ის წერტილები, თანამშრომლობის, ასე ვთქვათ, მთავარი თემები, რაზეც უნდა დაეფუძნოს სამომავლო პარტნიორობა ევროკავშირთან, უკვე მას შემდეგ, რაც მართლაც აღიარებული იქნება სუვერენიტეტის ის ხარისხი, რომელიც დღეს აქვს ქვეყანას. თავით არ თუ გამოიკვეთა ეს არცარცად წასულა. ჩვენ ევროპასთან ინტეგრაციის მხრივ, ევროპის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მხრივ ყველაფერი გარკვეულია, ყველაფერი მათ შორის ასოცირების შეთანხმების ნაწილი სწორედ ეს არის და თავისუფალი ვაჭრობისას. ის რომ საქართველოს სარგებელი შეუძლია მოუტანოს ევროკავშირის დაკავშირებადობის კუთხით, მათ შორის ენერგომატარებლების მიწოდების მხრივ საქართველოს გავლით და დერეფნის შეთავაზებით ვაჭრობისთვის ეს ყველაფერი ცნობილია და ამ მხრივ საქართველოს საუკეთესოდ თანამშრომლობს ევროკავშირთან. ერთადერთი რამეზე ვერ თანხმდებით. ჩვენ გვინდა ქართულ ხალხს რომ ჩვენ ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება. ბრიუსელში ზოგიერთს უნდა რომ მათ დაგვინიშნონ ხელისუფლება. აი ეს უმარტივესი საკითხი, რომელიც წესით 21 საუკუნეში მარტივი უნდა იყოს, ამ საკითხს სამწუხაროდ ზოგიერთი ბრიუსელში უდგება თითქოს ეს იყოს 100 წლის წინანდელი ევროპა. და ჩვენ ამ ესეც არ უნდა დაგვაუწყოს. ევროპა ასეთი თეთრი და ფუმფულა ეს ბოლო 80 წელი არის. თორემ მანამდე სხვანაირი იყო ევროპა. ევროპა გვახსოვს დამპყრობით ომებს აწარმოება, ევროპა გვახსოვს ერთმანეთში ომობდა, ევროპა გვახსოვს საშინელ საზარელ დანაშაულებს ჩადიოდა კაცობრიობის წინაშე. ეს ყველაფერი ევროპა იყო. და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გვაქვს ჩვენ ის მდგომარეობა, როდესაც ღირებულებებზე დაიწყო საუბარი და 80 წელი ძალიან ცოტაა ისტორიისთვისაც, კონტინენტისთვისაც და ცივილიზაციისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ეს გამყარებული არის ეს ღირებულებები ევროპის კონტინენტზე. ამიტომ ზოგიერთებს ჯერ კიდევ 100 წლის წინანდელი ევროპული მენტალიტეტი აქვს, როგორც ჩანს და ფიქრობენ, რომ სხვა ქვეყნებში შეუძლიათ ხიშტით და, ვიცი, ძალდატანებით საკუთარი ნება გაატარონ და აი ქართველებს ხრივ აქ მთელი პარადოქსი ის არის, რომ აქ დაეჯახნენ უბრალოდ მოდიოდა მათგან სეტყვა და დაეჯახნენ ქვას. იმიტომ რომ სხვა რაღაცა ხდება. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას არ დაელოდა და ჩვენ თვითონ გამოვიყავით საბჭოთა კავშირში, რაც ისედაც ჩანდა, რაც იყო. ეს სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ სუვერენიტეტისთვის იმდენად ძლიერია ქართულ ხალხში, რომ ახლა რომელიღაცა ქვეყნის რომელიღაცა მინისტრის რომელიღაცა სპიკერმა მოინდომოს გამოვიდეს და გვესაუბროს ელენე კარგი გოგოა და როგორ მოხდა მისი დაპატიმრება, ნუ აი ამ დონეზე რომ ფიქრობენ ქართულ ხალხზე, ეს არის პრობლემა და მათ შორის სხვა კანონმდებლობის მხრივაც აი დღეს ბრიტანეთზე იყო ერთ-ერთი ინფორმაცია, ამაზეც კარგად გამოჩნდა და ბარემ ამაზეც ვიტყვი თუ შეიძლება. ამაზე ცალკე ვისაუბროთ, ევროკავშირზე ჩაგეკითხებით და ამისთვისაც მოგცემთ დროს ბუნებრივია. საინტერესოა რა თქვენ რაზეც საუბრობთ, რო ევროპა მოიგება გონს. რა ვადაში უნდა მოხდეს ეს პროცესი, თუ კი ასეთი მოლოდინი გაქვთ და რა უნდა იყოს ერთგვარი ცვლილებების მთავარი ესაი ტრიგერი. მე ვფიქრობ 4 ოქტომბერი ეს არის კარგი მომენტი იმისთვის რომ კიდე ერთხელ ფართოდ გაახილონ თვალები ყველა ხმამაღლად მოსაუბრე ელჩმა და უცხოელმა პოლიტიკოსმა და ამ ფართოდ გახილილი თვალებით ჩახედონ ქართველების არჩევანს. შემდეგ აიღონ ერთი წუთი, ჩაფიქრდნენ და ამის შემდეგ იმოქმედონ ისე როგორც ამას წესით ჭეშმარიტი ევროპული ღირებულება საუბრობს. კერძოდ, ის რომ პატივი უნდა სცენ დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ხალხისა და უნდა ესაუბრონ იმ ხელისუფლებას, რომელსაც ირჩევს ხალხი და არა ისე, რომ საკუთარი ნინიას ბაღი ეგონოს და საკუთარი საქართველო მოიწყონ. აქ ზოგიერთი რო აკეთებს მათ შორის უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი, რომ თავის საქართველოს აქვს მოწყობილი პატარა, ასე ვთქვათ, რაღაც წრე შექმნილი
ფულს უხდიან, აი ეს არის მათთვის საქართველო, ისინიც ამათ ტაშს უკრავენ, თქვენ ჭირიმე, თქვენ გენაცვალე და უხარიათ ასე ერთმანეთთან ურთიერთობით და ამას შემდეგ აღიქვამენ, წარმოაჩენენ საქართველოს. აი ეს არის საქართველო. აი ეს რომელიც გამოდის და ვიხილეთ მათ შორის მრავალჯერ როგორ უკრავენ ტაშს მოძალადეებს, როგორ უკრავენ ტაშს შიდა ტერორისტებს, შეგახსენებთ რომ ბრიუსელი აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას ლაზარე გრიგორიადისი გამოუშვით ციხიდან. აი ამას აკეთებდა ბრიუსელი. წარმოგიდგენიათ, ეს ხო არანაირ კავშირში ევროპასთან არ არის. როგორ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილი დააფინანსო ევროკავშირის მოქალაქის ფულით. ამას რო აკეთებს და დღემდე ბოდიშერებს არ მოუხდია კიდე და არც გაწითლებულა არავინ ამის გამო. ისე ჩაატარეს თითქოს ის ჩვეულებრივი იყო, დაიწვა იქ ერთი ქართული პოლიციელი, მე რა, აი ეს აბსოლუტური ასე ვთქვათ, ცივი მიდგომა საკითხის მიმართ. ამიტომ ვფიქრობ მე რომ 4 ოქტომბერი არის შესაძლებლობა, შანსი მათთვის, რომ აღიარონ უპირველეს ყოვლისა დემოკრატია და ეს ღირებულებები. დღეს დემოკრატიულ ღირებულებას აცდენილი არის ბრიუსელი, აცდენილია ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც კანონის უზენაესობას და დემოკრატიას გულისხმობს და მნიშვნელოვანია, რომ დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებების კალათს. ბატონო, ბრიუსელი იმასაც ამბობდა, რომ თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიულ განვითარებას, თავის დემოკრატიულ გზას, ამ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება გადაწყვეტილებების მიღება და ერთ-ერთ ასეთ გადაწყვეტილებად, აი მაგიდაზე იდო, როგორც ამბობდნენ, ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვის სწროების შეჩერების საკითხი. იყო მოლოდინი, რომ განსაკუთრებით არჩევნების წინ გააქტიურდებოდა ეს თემა და შეიძლება გარკვეული გადაწყვეტილებაც ყოფილიყო მიღებული სწორედ არჩევნების წინ, მაგრამ ეს არ მოხდა. ეს საკითხი კვლავ დგას დღის წესრიგში. ვერ გეტყვით რთული არის ხა განსაჯო რა როდის როგორი ფიქრები. კიდევ ერთხელ თუ იმოქმედებენ, დაუბრუნდებიან ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიის პატივისცემას, ბრიუსელი თუ დაუბრუნდება, მაშინ რა თქმა უნდა ყველა ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება. მაგრამ თუ კვლავ გადაწყვეტენ, რომ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებს ჩაერიონ, სხვა ქვეყანაში საკუთარი მარიონეტების დასმის სურვილი ექნება, რა თქმა უნდა შეეცდებიან მოძებნონ ინსტრუმენტები ზეწოლის, მაგრამ მე მგონი ძალიან შემდეგ რაფასი ექნება ასეთ ინსტრუმენტებთან. მაგრამ ამასაც ხო ხედავთ, ძალიან ბევრი ტყვია გაისროლეს ფუჭად. და ქართულმა ხალხმა აჩვენა რომ ეს ფუჭი იყო ყველაფერი და არ ვიცი თუ რაღაც გონიერების ნარისახეობა გონიერების ნატამალი არის დარჩენილი და პოლიტიკური რაღაც შორშრეტელობის სურვილი ფიქრობ რომ მე მგონი ამ ხრივ წინდახედულად დაფიქრებულად უნდა მოიქცნენ. თუმცა კიდევ ერთხელ გამორიცხული იმ შემთხვევაში იმ ხრივ რომ როცა ხედავთ რომ როდესაც სადაც ახლა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას დააფინანსებს ბრიუსელი, იქ როგორ უნდა გამორიცხო რაიმე სხვა ურთიერთობები ამ ფაზაში გრძელდება, მაშინ რა ხდება? ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დიალოგის ეშინიათ მათ, ვისაც აქვთ სუსტი პოზიციები. ჩვენ დიალოგის არ გვეშინია და ჩვენ დიალოგისთვის გახსნებთ. ამას საუბრობთ ერთი წელია უკვე, რაც აი არჩევნების შემდეგ რამდენიმე დამარცხებულმა ელჩმა და რამდენიმე დამარცხებულმა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა, რომ საქართველო აერია. ერთი წელია საუბრობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, უნდათ დახურულ კარს მინდა, უნდათ საჯაროდ, უნდათ თბილისში, უნდათ ბრიუსელში, სადაც უნდათ ყველანაირ დიალოგზე ვართ მზად ვართ ჩვენი გადაწყვეტილებები არგუმენტირება მოახდინოთ, მზად ვართ მათ მიმართ ჩვენი კრიტიკა დავასაბუთოთ და საზოგადოება და ხალხი დაინახავთ ძალიან კარგად სადგას სიმართლე. და ეს ხო კარგად ვიცით, დრო რო გადის, ყოველ ჯერზე ხო ჩვენი სიმართლე გასაგებია. რა კომპრომისისთვის ხართ მზად? ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა, იმიტომ რომ წეგან ვახსენეთ ზუსტად ფარასკანონ პროექტი და ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა, რაზეც მოდიოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში ბრიუსელიდან თბილისისკენ, იყო სწორედ ეს კანონი, რომელიც ახლახანს ბრიტანეთმა უკვე მიიღო და უკვე ფუნქციონირებადია. საინტერესოა ამ თვალსაზრისით არის ხელისუფლება რაიმე ტიპის კომპრომისს თანახმა? ჩვენ მზად ვართ რომ ვაპატიოთ ის ცრუ კრიტიკა, რომელიც ამ კანონთან დაკავშირებით იყო და დავივიწყოთ ეს წყენა, რომელიც მათი ცრუ ნარატივებისგან მოდის. იმიტომ რომ შეუძლებელია დღეს მე დავწერე კიდევაც ამასთან დაკავშირებით, რომ აი ასეთი არის ის სამყარო, როდესაც იუპიტერს და ხარად დაყოფ და რაც იუპიტერს შეშვენის, ის ხარს რო არ შეშვენის. ბრიტანეთში დღეს ამოქმედდა უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა ქვია, მოგეთ კანონი, რომელიც ამბობს, რომ რაც აქვს ჩვენ, აი მაგალითი რომ მოვიტანო, რამდენიმე კვირის წინ ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გააკეთა, სადაც მან გააკრიტიკა, რომ არ მიეცა საშუალება
გაეცა გრანტი და დაეფინანსებინა მედია გამოცემა ტაბულა, რომელიც არის ევროპული საქართველოს თუ დღეს როგორც ვქვიათ, მათი პარტიული გაზეთი და ნაციონალური მოძრაობის 5 ნომრის და შეთავსებით ზურა ჯაფარიძის ძმის გია ჯაფარიძის NGO მომავლის აკადემია. დაეფინანსებინათ იმისთვის, რომ მათ საარჩევნო პროცესები გაეშუქებინათ. აპირებდა დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებსაც გაცხადებული მიზანი აქვს, აი დღესაც რო ამბობენ და მაშინაც რო ამბობენ, რომ ჩაეშალათ არჩევნები. აი ამას აპირებდა და ამაზე იწუწუნა საელჩო. ჩვენ საქართველოს რომ დაგვეფინანსებინა, ეხა აი დღეს რომ მოვინდომოთ და დავაფინანსოთ ბრიტანეთში, გინდათ მედია გამოცემა და გინდათ არასამთავრობო ან რაღაც არაკომერციული ორგანიზაცია არჩევნების საკითხებზე სამუშაოდ ჩვენ საქართველოს უნდა დავრეგისტრირდეთ ბრიტანეთის უცხოური გავლენის რეესტრში. ხოლო ბრიტანეთს, რომელიც იგივე რამეს საფინანსებს ჩვენთან, არ უნდა რომ დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის რეესტრში. აი კითხვა ხომ მარტივია, რომელიც შეუძლია ნებისმიერ დაუშვას ბრიტანეთის ელჩს და საელჩოს. აი რასთან გვაქვს საქმე? აი რაშია საქმე? რატომ არის თუკი საქართველოს დააფინანსებს ბრიტანეთში ზუსტად იგივე რამეს უნდა დავრეგისტრირდეთ და ბრიტანეთი რომ აფინანსებს საქართველოში ამის რეგისტრაციის მოთხოვნა არის დიდი შეურაცხყოფა ბრიტანეთთვის. აი რა ხდება, რამე გჭირს, რაიმე დეფექტი გვაქვს ქართველებს ბრიტანელებთან შედარებით, რაიმეთი დაბალი ვართ ბრიტანელებზე სიმაღლით, გონით, ჭკუით, ისტორიით, გამოცდილებით, რა დაგვიწუნა ბრიტანეთმა ჩვენ ქართველებს, რომ ამბობენ რომ მათ ის ჩვენ იქ თუ დავაფინანსებთ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას, რომელიც ჩვენ უნდა დავრეგისტრირდეთ საქართველოს და ბრიტანელები არა. აი აგვიხსნან, რაიმე ისტორიაში მოხდა, არსებობს რაიმე ჩვენთვის უცნობი ტრაქტატი, რომელიც ბრიტანეთთან გვაქვს დადებული, სადაც ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ დავემორჩილებით მათ ნებას და აი რამე არის ასე. ხო ამას ხო ახსნა არა. სინამდვილეში ხო ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა, რომელიც უბრალოდ დიდპატარობის ფილოსოფიას ეყრდნობა 100 წლის წინანდელ ევროპულ აზროვნებას. როდესაც იყო დიდი ქვეყანა, პატარა ქვეყანა, აი რასაც მინდა, ჩემი უნდა გავიდეს, შენი არ უნდა გავიდეს. და როდესაც საუბრობენ აი ამავე დროს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე, აი აქ ხო ჩანს მთელი ცინიზმი და ფარისევლობა, რომ ეს არის უბრალოდ პატარა, სუსტი ქვეყნების ასე თქვათ, ჭკუაზე მოყვანის და კალაპოტში ჩასმის, რა ეს არის თქვენი წესები და იმოქმედეთ, მათთვის ეს წესები არ ვრცელდება. ასე რომ აი ეს დღევანდელი ფაქტიც, რომ ბრიტანეთში ამოქმედებული კანონი და ეს ერთი ხომ არის, საფრანგეთშიც იგივე არის, ზუსტად იგივე კანონი საფრანგეთში, სხვა კიდევ მაგალითებს აღარ ვიტყვი, აი ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ მზად ვართ ვაპატიოთ ცრუ კრიტიკა, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოდიოდა, დავივიწყოთ ეს წყენა და გავაგრძელოთ ამ პუნქტიდან, რა თქმა უნდა, ურთიერთობა. თუ შეიძლება რომ დაუბრუნდეთ უშუალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებულ მოლოდინს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პოლიტიკური ოპონენტების რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზეა, მათი განცხადებებიც არასერიოზულია, იმიტომ რომ აი ბოლო დღეებში უკვე იგრძნობა, რომ გარკვეულწილად უკან იხევენ და თუ აქამდე ამტკიცებდნენ, რომ 4-ში ყველაფერი სრულდება, ახლა ამბობენ, რომ 4-ის მერე შეიძლება ბრძოლა გაგრძელდეს, მაგრამ ამის მიუხედავად არ არის გამოსარაცხი გარკვეული პროვოკაციების საფრთხე. მით უმეტეს აქვე უნდა გავიხსენოთ ჰექსოგენის სკანდალი მაგალითად, რომელიც სრულიად რეალური იყო და საფრთხე სავარაუდოდ რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული სამუშაო ძალიან მძიმე შედეგების წინაშე შეიძლება აღმოჩენილიყავით. აი ფიქრობთ თუ არა რომ გარკვეულ პროვოკაციებზე შეიძლება მცირე ჯგუფი მაინც წავიდეს 4 ოქტომბერს? თავისთავად ეს სასოწარკვეთის ყველაზე დიდი საფრთხე ეს არის, რომ სასოწარკვეთილი ჯგუფი შეიძლება წავიდეს არაპროგნოზირებად ნაბიჯებზე. და ეს არის ის სამწუხარო მომენტი, რაც ახალისებულია დღეს ბრიუსელის მხრიდან, ბრიუსელის პრესპიკერმა თავისი განცხადებით გაიზიარა პასუხისმგებლობა შესაძლო ძალადობაზე, რომელიც ნაცმოძრაობის ორგანიზებული ღონისძიებიდან 4 ოქტომბერს შეიძლება მოხდეს. ასე რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან მონაწილეები და ეს ნაცმოძრაობა, მისი ორგანიზებული ღონისძიები და ჩვენ ასევე უნდა აქედანვე ვიცოდეთ, ვინ ახალისებდა ამ ყველაფერს და ბრიუსელი ამ ჯერზე პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა ვერ გაიქცევა, პირდაპირ გაზიარებული აქვს მას პასუხისმგებლობა, მოხდება ერთი ძალადობის ფაქტიც, ეს იქნება სრულად პოლიტიკურად გაზიარებული ბრიუსელის მხრიდან ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა ჩვენ ეს თუ მოხდა, ამაზე ძალიან ხმამაღლა ვისაუბრებთ და შესაბამის პოლიტიკურ პასუხსაც მოვთხოვთ მათ. რაც შეეხება, ნუ თავად რა თქმა უნდა 4-ში დასრულდება. ამიტომაც ვთქვი, რომ ეს არის
გარკვეული ციკლის დასასრული, საარჩევნო ციკლის დასასრული. ჩვენ შარშან ავირჩეთ პარლამენტი ოქტომბერში, პრეზიდენტი დეკემბერში, ავირჩეთ თვითმმართველობას, დაკომპლექტება სრულად არჩევითი ორგანოები, კონსტიტუციური ორგანოები ჩვენი ქვეყნის და 2028 წლამდე საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ არა ამ საარჩევნო რაღაც ხელოვნური დაძაბულობების შექმნით სრულად კონცენტრირდეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ ეხლაც ხედავთ როგორი ტემპები გვაქვს განვითარების ეკონომიკური ვართ მოწინავე ზრდის ტემპებით, წარმოიდგინეთ რომ არა აი ეს ფეხის დადებები გარედან და შიგნიდან კიდე ზურგში დანის ჩამცემები საქართველოს რამდენად მეც შეძლებდა ამ პერიოდში. ამიტომ 4-ში ნამდვილად დასრულდება ის ძალადობრივი ატმოსფერო, რომელსაც ქმნის დღეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები 4-ში ქართველი ხალხი გამოვა არჩევნებზე და საკუთარი არჩევანი დაასრულებს იმ ძალადობრივ ატმოსფეროს, რომელსაც ცდილობენ თავს მოგვახვიონ გარედან. არჩევნების შედეგები იქნება პოლარიზაციის დასრულების დასაწყისი, ამასაც ვარაუდობთ? არა, რა თქმა უნდა, პოლარიზაცია დარჩება იმ რადიკალების სახით, უბრალოდ ეს იქნება მარგინალური რადიკალური ჯგუფი, რომელსაც ფიქრობ ჩვენ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ თლიანად საზოგადოებამ უნდა მოვახდინოთ იგნორირება ამ ყველაფრის, არ მივაქციოთ დემონსტრაციულად ყურადღება მათ, ვინაიდან მათ სურთ ყოველდღიურად საქართველოს, ასე ვთქვათ, ამყოფონ მუდმივ დაძაბულობის პროცესში, ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ 4 ოქტომბერს გამოვა ხალხი არჩევნებში, ხო უნდა დათვლა. აი დაითვალონ რამდენი ასეულობით 1000 საქართველოს მოქალაქე გამოვა არჩევნებზე, ითქვის თავისუფლად და ითვალონ გინდათ ქართულად, გინდათ ინგლისურად, გინდათ გერმანულად. დათვალონ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამოვლენ დემოკრატიულად, გამოავლენ თავის ნებას და გასცემენ ყველას პასუხს, შიგნითაც და გარეთაც, გასცემენ ერთწლიანი სამარცხვინო ქცევის გამო, რომელსაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადიოდა და უცხოელები, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას. ამიტომ ნამდვილად 4 ოქტომბერს დასრულდება ის სიძულვილი, დასრულდება ძალადობა, დასრულდება საქართველოს არეულობაში შეყვანის მცდელობა და ჩვენ სრულად უკვე ხელისუფლების ყველა შტო პრეზიდენტიდან დაწყებული და ნებისმიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დამთავრებული, ყველა კონცენტრირებული ვიქნებით ჩვენი ქვეყნის აღშენებლობაზე და ჩვენი ორი მთავარი ეროვნული ამოცანის მიღწევაზე. ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ ვიქნებით ორიენტირებული გამთლიანებაზე და კეთილდღეობის ამაღლებაზე ჩვენი მოსახლეობის. მაგრამ თუ გაგრძელდა ეს რადიკალიზმის წახალისების სქემა, რომელიც თქვენ სახსენეთ, რომელიც შეიცვალა ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, ახლა ჩვენ ხედავთ აი სასწავლებლების უნივერსიტეტების როლს, რომელიც გამოიკვეთა, მაშინ როგორ დასრულდება თუ კი მუდმივად, მაგალითად ვახსენოთ ტერორიზმზე ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ არ არის ყოველთვის ნეგატიურ კონტექსტში წარმოსაჩენი საქმე. აი როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს? ჩვენი სახელმწიფოც და ჩვენ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეებიც გამოცდილებას ვიძენთ, რა თქმა უნდა, ჰიბრიდული საფრთხეების, ჰიბრიდული ინსტრუმენტები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ზოგადად ეს არის ყველა ქვეყანაში არის საფრთხე და ჩვენს გარკვეული გამოცდილება გვჭირდებოდა იმისთვის, რომ გვესწავლა როგორ ვებრძოლოთ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ ჩვენ მივაგენით მთავარ გასაღებს, ეს არის მხილება. 2020 წელს ყალბი პარალელური დათვლის მხილებით, რომელშიც ჩვენ ვამხილეთ არა მხოლოდ NGO სამართლიანი არჩევნები, მაგრამ ვამხილეთ მათ შორის USAID, ვამხილეთ ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, რომ ისინი ჩართული იყვნენ 2020 წელს PVT-ის ყალბი ინფორმაციის ყალბი შედეგების გავრცელებაში. მაშინ ყველას ვეგონეთ გადარეულები, რომ დავეჯახეთ ამერიკას და USAID-ს. გავიდა დრო და რასაც ჩვენ ვამბობდით USAID-ზე, ზუსტად იგივე და ცოტა მეტი თაღლითი უწორეს საერთოდ ამ ორგანიზაციას და გააუქმეს, დახურეს. ჩვენ ვამბობდით, რომ უბრალოდ ცოტა შეეცირებინათ
თავისი მავნე საქმიანობა და ამერიკის ახალმა პრეზიდენტს საერთოდ დახურა იმდენად მავნე იყო მათი საქმიანობა. ამიტომ და ბოლო პერიოდში თქვენ ხედავთ, მათ შორის უნივერსიტეტების გამოყენების სქემის მხილება ზუსტად ამაში არის. თავარი ჩვენი სიძლიერე. ამიტომაც არის სიმართლეში და არის მხილებაში. ჩვენ ვამხერთ ყველაფერს და განსაკუთრებით რაც შეეხება აი ეს ბოლო მათ შორის თქვენთან იყო გადაცემა საქართველოს უნივერსიტეტში და ეს არ არის სიახლე. თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხედავთ მათ შორის სასწავლო დაწესებულებების გამოყენება რადიკალიზაციისთვის. იცით რომ პრეზიდენტ ტრამპსაც ამ მხრივ არის ძალიან გახსნილი და ღია საუბრობს იმაზე თუ როგორ ხდება რადიკალების, შიდა ტერორისტების მომზადება და ასე ვთქვათ, წახალისება და ეხლაც ხომ თითქოს არაფერი არ ხდებაო და საქართველოს უნივერსიტეტში ის ტრენინგები რომელიც იქ ტარდება მე-9, მე-10, მე-11 კლასელებს ეუბნებიან რომ ის ვინც ერთი ადამიანისთვის ტერორისტია სხვა ადამიანისთვის შეიძლება თავისუფლების მებრძოლი უნდა იყოს. აი ამას აკეთებს დღეს საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს უნდა ასწავლიდნენ და მე-9, მე-10, მე-11 კლასელებს საკუთარი უნივერსიტეტის კედლებში რომელიღაცა სართულზე და რომელიღაცა ორგანიზაცია ეუბნება, რომ ტერორისტი შეიძლება თავისუფლების მებრძოლი უნდა იყოს. და ამას აფინანსებენ უცხოელები. ეს სქემები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გაშიფრული და ნაწილობრივ და ის რაც გაშიფრულია ბოლომდე არ არის ჯერ გასაჯაროებული, თუმცა ვფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი და ეს იქნებოდა ჩემი მოლოდინი უსაფრთხოების სამსახურის მიმართ, რომ ბოლომდე ჩაყვნენ. ვინ აფინანსებს ქვეყნის გარედან ტერორისტების მომზადება საქართველოში. და აქ თუ აღმოჩნდება 1 ცენტი მაინც ბრიუსელიდან ჩარიცხული. აქ თუ აღმოჩნდება 1 ცენტი მაინც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის დედაქალაქიდან, იქ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო და ხმამაღალი. ტერორისტების მომზადებას ბრიუსელის ფულით თუ რომელიმე სხვა ფულით საქართველოს არ დაუშვებს ორი მიზეზის გამო. პირველი, ჩვენ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ზუნავთ და მეორე, მათ შორის ევროკავშირზე და ზუნავთ და სხვა წერტილებზე. აქ ვინც ფიქრობს, რომ ეს ტერორისტები აი აქ რომ მოამზადებენ საქართველოს უნივერსიტეტში რომ ეტყვიან რომ შენ ტერორისტული აქტი შეიძლება ჩაიდინო და თავისუფალ მებრძოლი გეწოდოს ლაზარე გრიგორიაძის სხვა რამე კი არ იყო. მან ჩაიდინა ტერორისტული აქტი, შიდა ტერორიზმს ეძახის ზუსტად ამას ამერიკის ადმინისტრაცია, მოლოტოვის კოქტეილი ის აქციას გმირად. აი ამ ხალხმა ტრენინგს ამიტომ ატარებენ, რომ ლაზარე გრიგორიაძისი არის გმირი ტერორისტი. და ეს ტერორიზმი ვინც აქ აფინანსებს და ყველა უცხოელს ჩაუყვებით და ყველას მივაგნებთ ვისი ფული, რომელი ქვეყნის და რომელი დონორის ფული არის. აი ამის უკან ჩაუყვებით ყველას და ყველას ვახვეთ ხმამაღლა და ერთი რამე უნდა იცოდენ და ეს გამოცდილება სამწუხაროა რომ ვერ შეიძინეს და ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება ხედავთ. აი ასე თითქოს იქ მავნებლობის შემოიფარგლებოდა ესე აღმოჩნდებოდა ხოლმე შემდეგ რომ ტერორისტები ჰქონიათ თურმე დონორებს დაფინანსებული. გახსოვთ თქვენ, მათ შორის აი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისას აღმოაჩენდნენ ხოლმე სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის სიმბოლიკას ამა თუ იმ ტერორისტულ ბანაკებში. ასე რომ ტერორიზმებს როცა აი აფინანსებს, ეს არათუ წითელი ხაზი არის. ამას არანაირი დაშვება საქართველოში არ ექნება, ჩავყვებით ბოლომდე ყველა ამ სქემას და რაც შეეხება სხვადასხვა აი ამ ცდილობებს დაწესებულების გამოყენებისა და საქართველოს უნივერსიტეტი, ეს უკვე იქცა სიმბოლოდ საქართველოში რადიკალიზმის წახალისებისა და ბავშვების რადიკალიზაციისა. ფაქტობრივად არასრულწლოვან ტერორისტებს ამზადებენ იმით, რომ ახდენენ მათ რადიკალიზაციას და განწყობას ქვეყნის წინააღმდეგ უპირველეს ყოვლისა და მათ შორის იმით, რომ ძალადობას როგორც მისაღებ ინსტრუმენტს ასწავლიან. დიდი მადლობა ბატონ შალვა, როგორც ხვებწეთ, საზოგადოება თავის პასუხს რადიკალიზმს და მის წახალისებას გასცემს 2 დღეში, 4 ოქტომბერს არჩევნებზე და მადლობა რომ აი 2 დღით ადრე იყას მნიშვნელოვანი დღემდე იყავით ჩვენი სტუმარი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პასუხობდა იმედი ლაივის კითხვებს.